საღამომშვიდობის ეთერშია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ერთობლივი პროექტი ტოქ-შოუ ევროპული არჩევანი. რა ეტაპზეა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობა დღეს, როგორ მიმდინარეობს რეკომენდაციების შესრულება და რა დარჩა გასაკეთებელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ევროკავშირის მთავარი კომისრის ვიზიტი საქართველოში და ბათუმის კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა, შეფასებები და ანალიზი. ქართული მედია ევროინტეგრაციის საკითხებზე. რა შეკითხვები აქვს ქართულ ჟურნალისტებს და როგორია საზოგადოების ინტერესი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის მიმართ. ჩვენი კოლეგები ევროპული არჩევანის სტუდიაში. საქართველოს არჩევანი იაროს ევროპასთან ინტეგრაციის გზით საამაყოა და იმედის მომცემი. საამაყოა იმიტომ, რომ ეს არჩევანი არ არის სიოლი და უკვე დღეიდან მოითხოვს მკაცრი რეფორმების განხორციელებას. იმედის მომცემია ეს არჩევანი იმიტომ, რომ არავის შეაქვს ეჭვი მის სარგებლიანობაში. დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ეკონომიკის არჩევა სტაბილურობისა და კეთილდღეობის ძირითადი შემადგენელია. სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა იმაში დაგვარწმუნა, რომ მოქალაქეები უფრო კარგად ხედავენ და იზიარებენ ამ ფასეულობებს. მიუხედავად იმისა, თუ საცხოვრობენ ისინი, წერს სტეფან ფულე თავის ერთ-ერთ სტატიაში. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში გასულ კვირას ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. ევროკომისარმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ვარშავაში სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი აღმოსავლეთ ევროპის სამიტი გამოიყენოს, რათა წარადგინოს საქართველოს როგორც რეფორმებისადმი და ევროპული გზისადმი ერთგული ქვეყანა. ჩვენი გადაცემის სტუმარია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი თორნიკე გორდაძე, რომელიც მონაწილეობდა ბათუმის კონფერენციაში და რომელიც ევროკავშირთან ასოცირებულ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ თორნიკე, მოდით დავიწყოთ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაზე საუბარი. რა ეტაპზეა დღეს ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები და პერსპექტივა ამ მიმართულებით? საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა ვითარდება საკმაოდ დინამიურად. ხა ეს ცოტა ისეთ შაბლონურ ფრაზას წააგავს, რომ ყველა ამით იწყებს ლაპარაკს, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა ესეა. იმიტომ რომ ბოლო 2 წლის და ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. თქვენ ახსენეთ მოლაპარაკება ასოცირებაზე, ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, თუ რაოდენ დინამიურად ვითარდება ეს ურთიერთობები. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება ასოცირებაზე შარშან, დაახლოებით 1 წლის წინ. და ამ ერთ წელიწადში ჩვენ მივახციეთ იმას, რომ ამ ხელშეკრულების ტექსტის დიდი ნაწილი უკვე შეთანხმებულია. შეთანხმებულია აგრეთვე სექტორალური ნაწილებიც, რომელიც სხვადასხვა სექტორებში, ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში ურთიერთობებს მოიცავს და შესათანხმებელია, დასაწყებია უпростоრად მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამავე წელსვე მოხდა საკმაოდ დიდი მნიშვნელოვანი შეთანხმებების გაფორმება და ხელის მოწერა, მაგალითად საერთო ავიაციაზე და ამავე დროს მოხდა მნიშვნელოვანი შეთანხმება გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ყველაფერი გვაჩვენებს იმას, რომ საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირი არის ის ორგანიზმი, რომელიც სადაც რევოლუციური ცვლილებები მოლოდინი არ უნდა გქონდეს, რომ ერთ დღეში ყველაფერი უცებ შეიცვლება, ან დღეს ან ხვალ საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდება. ეს არის ორგანიზმი, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება, მაგრამ რაც მთავარი არის პოზიტიური დინამიკა და ამ პატარა ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენს გადავდგამთ, უახლოვდებით ევროკავშირს. ხდება საქართველოს ევროპეიზაცია, მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში რა ცივილიზაციურ გადაწყვეტილებებს საქართველოს მხრიდან, მაგრამ ევროპეიზაცია ნიშნავს საქართველოს და ევროკავშირის დაახლოვება და გაღრმავება და ახალ ეტაპზე გადასვლა ჩვენი ურთიერთობების. რაც თავისთავად, რა თქმა უნდა, მე არ დავმალავ და ეს არავისთვის საიდუმლო არ არის, საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რომელიც არის ჩვენი გრძელვადიანი მიზანი. მე ფულეს განმარტებებს და ასე ვთქვათ ფრაზებს გამოვიყენებ კიდევ რამდენჯერმე ჩვენი საუბრის დროს. ფულეს განმარტებით 4 ძირითადი საკითხი არსებობს საშინაო პოლიტიკის კუთხით, რომლებზეც საქართველოს ახლა უნდა მოახდინოს ფოკუსირება. პირველია დემოკრატიის კონსოლიდაცია, ასე ამბობს ის, მეორეა პოლიტიკური პლურალიზმი, მათ შორის მედია პლურალიზმი, მესამე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მეოთხე ქვეყანაში უფრო ინკლუზიური გარემო შექმნა და რეფორმების განხორციელების პროცესი ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით. აი ამ
მართლაც სერიოზულ საკითხებს და პრობლემატურ საკითხებს. რამდენად კარგად უმკლავდება დღეს საქართველოს და რა შენიშვნები ქონდა იმ კონფერენციაზე ფულეს ამ მიმართულებით? კონტექსტში გახსენებთ ეს 4 დებულება თუ რაც გვინდა ის დავარქვათ, რომელიც კომისარმა შტეფან ფულემ შემოგთავაზა, არის ფაქტიურად ევროკავშირის მიდგომა ყველა აღმოსავლეთ პარტნიორობის და საერთოდ სამეზობლოში, ევროკავშირის სამეზობლოში ყველა პარტნიორ ქვეყანასთან. ეს მარტო საქართველოს არ ეხება. ეს არის უბრალოდ ევროკავშირის პრიორიტეტები. ბოლო ხანებში განსაკუთრებით ამ პრიორიტეტებს ენიჭება მნიშვნელობა და ამ კრიტერიუმების გამოყენებით შემდეგ ხდება ამა თუ იმ ქვეყანასთან უფრო წინ წასვლა ან რაღაც პროცესების შენელება. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პოზიციების და იდეების. ეს 4 სფერო, რომელიც თქვენ ახსენეთ, არის აგრეთვე ჩვენი პრიორიტეტი. რაც შეეხება დემოკრატიას, პირველი დემოკრატია ახსენეთ, ხო? საქართველოს დაამტკიცა მე მგონი ბოლო წლებში, რომ ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე, სადაც დემოკრატიამ მოიტანა აგრეთვე სტაბილურობა. თქვენ გახსოვთ, რომ ხშირად რუსეთში, სხვა ქვეყნებში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ამბობენ, რომ დემოკრატიას მოაქვს ქაოსი. და ამიტომ ამან ხელი შეუწყო შემდეგ ავტორიტარიზმის განვითარებას, ავტორიტარული იდეოლოგიების განვითარებას და ამაც მოგვიტანა ფაქტიურად პუტინი და მისი მსგავსი რეჟიმები. საქართველოს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცე, სადაც დემოკრატია მოიტანა სტაბილურობა და ამის უგუელყოფა არის ძალიან ცუდი, იმიტომ ეს საბოლოოდ ხარს უჭერს და ამყარებს დემოკრატიის პოპულარობას. იმიტომ პირველად თუ ერთ-ერთმა პირველმა საქართველოს მაჩვენა, რომ დემოკრატიას მოაქვს არა მარტო სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ, სამართლიანი არჩევნები, მაგრამ ამავე დროს მოაქვს სტაბილურობა, კეთილდღეობა, შედარებითი რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შორს ავართ საბოლოო კეთილდღეობისგან, მოაქვს რეფორმები, მოაქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მოაქვს სახელმწიფოს გამყარება. ჩვენ მაგრამ აი იმავე ფულემ 22 ივლისს სადაც შეეხო 26 მაისის მოვლენებსაც თქვა ასეთი რამ, რომ აქციის დაშლის დროს მომიტინგეთა წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემდგომი გამოძიება საჭირო, ის რაც მაისში თბილისში საპროტესტო აქციის დროს მოხდა, აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ეს ერთი კონკრეტული ფაქტია, რომ მას ამ მიმართულებითაც აქვს შენიშვნები და რაც შეეხება დემოკრატიას, რომ აქაც არის პრობლემები. სწორედ ამაზეა საუბარი, რამდენად კარგად მიდის ამ გზაზე საქართველოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა პრეტენზია არ გვაქვს, რომ ვართ ყველაზე საუკეთესო, ყველაზე წარმატებულები, ყველაზე საუკეთესოები ყველაფერში. ჩვენ თვითონაც კარგად ვიცით სად არის ხარვეზები, მაგრამ ამავე დროს იგივე ფულემ ამავე პრესკონფერენციაზე და თავისივე გამოსვლაში აღნიშნა, რამხელა პროგრესი იქნა მიღწეული საქართველოში. 26 მაისის მოვლენებს რაც შეეხება, აქ არის ძალიან კაფიო გაგება ევროკავშირის მხრიდან, რომ როდესაც არის მოწოდება და გამოყენება ძალადობისა ერთი მხრიდან, ფაქტიურად ვერ ავიცილებთ სახელმწიფოს მხრიდანაც ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას. თავარია იქ ამ პროცესებში არ იყოს გადამეტებული ძალა, როდესაც არის გადამეტებული ძალა, რაც ხდება ყველგან, ხდება იგივე დასავლეთ ევროპაში, ხდებოდა კიდევ უფრო ინტენსიურად 70-იან, 80-იან წლებში დასავლეთ ევროპაში, სადაც პოლიტიკური ექსტრემიზმი იყო ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე დღეს. ამ შემთხვევაში თავარია, რომ ესეთი შემთხვევები, როდესაც ხდება, ეს იყოს ძალიან ლიმიტირებული. არ განმეორდეს. ამაში ჩვენც ვეთანხმდებით. ჩვენ არანაირი სურვილი არ აქვს საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მთავრობას, რომ ეგეთი რაღაცები გამეორდეს, რაც შეიძლება ხშირად. ეს არის უკიდურესად გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პოლიციამ, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ძალა, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. გასაგებია დემოკრატიის ტესტი შეიძლება იყოს ეს 26 მაისის საკითხი, ასე ვთქვათ. შევეხეთ, მაგრამ არჩევნებსაც შეეხო ფულე 2012 და 13 წლის არჩევნებს და აქ ამბობს, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი გამოცდა ქართული დემოკრატიისთვის, იმავდროულად ყველა პოლიტიკური ძალა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთად უნდა ჩაერთონ საარჩევნო სისტემის რეფორმირების საქმეში. აქ იმ ხელისუფლების ოპონენტებს აქვს ძალიან სერიოზული შენიშვნები. მე ვამბობ პარტიების დონეზე. ამ მიმართულებით რამდენად კარგად მიდის საქართველოს და აქ რა შენიშვნები ქონდა კომისარს?
აქ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა, როდესაც საარჩევნო გარემოს განვიხილავთ. არჩევნები საერთოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის დემოკრატიის ერთ-ერთი ბაზა. ეს აუცილებელია. ეს მარტო ამით არ განისაზღვრება რა თქმა უნდა დემოკრატია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი კრიტერიუმი, რაზეც ჩვენ თავიდან ბოლომდე უთანხმდებით ევროკავშირს. ჩვენი ბოლო არჩევნები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდა, მუნიციპალური არჩევნები იქნა მიჩნეული, თქვენაც კარგად გახსოვთ, შარშა 2010 წლის არჩევნები, როგორც წარმატებული და ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მხრიდან იქნა მიჩნეული როგორც ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, რაც აქამდე გქონია. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ანგაჟირება საქართველოს მთავრობის მხრიდან არის ის, რომ 2012, 2013 და ყველა შემდგომი არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და შეიქმნას რაც შეიძლება მაქსიმალურად დემოკრატიული გარემო. ეხლა ყველა პოლიტიკურ ძალას ვერ დააკმაყოფილებს ვერანაირი შეთანხმება. მე როგორც ვიცი, ოპოზიციის დიდი ნაწილი დაეთანხმა შეთანხმებას. ამავე დროს დიალოგი არ არის გაწყვეტილი ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც ამ ეტაპზე არ ეთანხმება. კარი, გასაგებია, მე მინდა გადავიდე იმ საკითხებზე, რომელიც უშუალოდ ეხება აი დღეს ევროკავშირთან ურთიერთობას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყებას. ეს არის თარიღის გამოცხადება, ვთქვათ, მოლაპარაკების დაწყების არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეროგატივა, მაგრამ საქართველოს რა პერსპექტივას ხედავს, რამდენად ახლო მომავალში შეიძლება დაიწყოს ეს ყველაფერი? რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, ეს მარტო წევრი ქვეყნების პრეროგატივა არ არის, ეს არის წევრი ქვეყნების და ევროკავშირის კომისიის ერთობლივი პრეროგატივა. ჩვენ ამ საკითხში უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას 2 წელზე მეტია ევროკავშირთან და იმედი მაქვს, რომ მივაღწიეთ უკვე იმ ეტაპს, როცა შეთანხმებული ვართ თითქმის ყველაფერზე, ყოველ შემთხვევაში შეთანხმებული ვართ იმაზე, თუ რა ბოლო ნაბიჯები უნდა გადაიდგას, სანამ მოლაპარაკებები ამ საკითხზე დაიწყება. ჩვენ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში გვქონდა ძალიან ინტენსიური კონსულტაციები, შეხვედრები ევროკავშირის კომპეტენტურ ორგანოებთან ამ საკითხის ირგვლივ, ექსპერტების დონეზე, უფრო მაღალ დონეზე, პოლიტიკურ დონეზეც და მივაღწიეთ იმას, რომ ეხლა ვიმყოფებით იმ ეტაპზე, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, ესე იგი ამ წლის დასასრულამდე მოლაპარაკებები დაიწყება. აი რა, მოდით გითხარით ეს დეტალები, თუ შეიძლება, რაზეა დამოკიდებული ამ მოლაპარაკებების დაწყება დღეს? მოლაპარაკებების დაწყება არის უკვე ფაქტიურად ამ ეტაპზე არის დამოკიდებული ერთ-ორ ნაბიჯზე, კონკრეტულ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ამაზე უკვე შეთანხმება მიღწეულია. ჩვენი მხრიდან არანაირი სირთულე არ არის, ეს ნაბიჯები გადაიდგება. დღეს, როდესაც ვლაპარაკობთ, უკვე ამ ნაბიჯების დიდი ნაწილი გადადგმულია და ევროკავშირმა ეს ყველაფერი იცის, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ველოდებით მისიას, რომელიც ამ ბოლო გადადგმულ ნაბიჯებს შეაფასებს და ამის საფუძველზე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, რომ საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი სავაჭრო ზონაზე მოლაპარაკება უნდა დაიწყოს. მე მინდა ახლა შევეხო საკითხს, რომელსაც ადრე დისკუსიების დროს ამ სტუდიაში შევეხეთ, ეს არის სწორედ ეს თავისუფალი ვაჭრობა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი. რამდენად არის ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებული? ანუ თუ კი საქართველოს თანხმობას განაცხადებს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, ამ შემთხვევაში დაიწყება მოლაპარაკება თავისუფალ ვაჭრობაზე. არა, ეს წინაპირობა ნამდვილად არ არის, ამაზე იყო სპეკულაციები, იყო შიშები ჩვენი მხრიდან, სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან. ჩვენ ევროკავშირმა დაგვარწმუნა იმაში, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული და ჩვენ დღესდღეობით არანაირი საფუძველი არ გვაქვს იმისა, რომ ეჭვი შევიტანოთ ევროკავშირის დაპირებაში. ეს ორი საკითხი შეიძლება, ესე იგი, ადრე შიშები დამყარებული იყო იმაზე, რომ ევროკავშირს აინტერესებს რა თქმა უნდა რუსეთის გაერთიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, არ მარტო ევროკავშირს, სხვათა შორის ყველა დიდ მოთამაშეს საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით აინტერესებს რუსეთის გაერთიანება, იმიტომ ეს არის ბოლო
ერთ-ერთი დიდი ეკონომიკა მსოფლიოში, რომელიც არ არის წევრი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და რომელიც ამის გათვალისწინებით არ ექვემდებარება რაღაც ყოველად მიღებულ წესებს ვაჭრობისა. ამიტომ ყველას აქვს ამის დაინტერესება. საბოლოოდ საქართველოს ინტერესით შედის საბოლოოდ რუსეთის გაერთიანება, მაგრამ ჩვენ ვერ თანხმდებით ერთ რამეში, რომელიც არის ფუნდამენტური რამ და არის აგრეთვე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპი. ეს არის საზღვრების გამჭვირვალობა, რაზეც რუსეთი უნდა დაგთანხმდეს. ამ შემთხვევაში კონკრეტული მოლაპარაკებები მიდის შვეიცარიაში, შვეიცარიელების შუამავლობით და რაღაც გარკვეული პროგრესი არის, თუმცა ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებამდე მისული. კიდევ ერთ რამეს დავამატებდი, მხოლოდ საქართველოს არ არის რუსეთისთვის წინაღობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანებისთვის. არის რიგი კონკრეტული და ტექნიკური საკითხები, რასაც ტექნიკური ექსპერტები ამბობენ იგივე ევროკავშირის, რომელიც ჯერ რუსეთს არ აქვს მიღებული და საკმაოდ დიდი შიდა დებატები არის რუსეთში, ღირს თუ არა ამ ტექნიკური ნორმების მიღება. იმიტომ ისინი ფიქრობენ, რომ გარკვეულწილად ის აზიანებს რუსეთის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს, რომლებიც ვიღაცების ხელშია. ამ შემთხვევაში საქართველოსი აპელირება ხდება გარკვეული პოლიტიკური ინტერესების გამო, მაგრამ მარტო საქართველოს არ არის წინაღობა რუსეთს. კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, ეს არის 12 აგვისტოს შეთანხმება. არავინ არ უარყოფს ევროკავშირის როლს ამ მიმართულებით, თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის საქმეში, განცხადებების დონეზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს შეთანხმება არის შეუსრულებელი. ამ მიმართულებით უნდა ელოდოს თუნდაც ქართული საზოგადოება რაიმე პერსპექტივას, რომ შესრულდება ეს შეთანხმება, იქნება თუ არა კვლავ ევროპიდან ზეწოლა რუსეთზე, ამ მხრივ თუ ეს საკითხი ამ ეტაპზე არის გაყინული. არა, ამ საკითხზე ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ყოველთვის მიდის ყველა შეხვედრაზე ევროკავშირთან, ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან, როდესაც არის შეხვედრები, ორმხრივი შეხვედრები, ამ საკითხის საკმაოდ მწვავედ დაყენება. ისინი იზიარებენ შეფასებას, ჩვენს შეფასებას, რომ 12 აგვისტოს შეთანხმების დიდი ნაწილი და უმრავლესი ნაწილი არ სრულდება და ისინიც რეგულარულად მოითხოვენ რუსეთის მხრიდან, რომ კერძოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გადასვლას და მათი მხრიდან იქ მონიტორინგის განხორციელებას, რომ ეს საკითხები ისმება რუსეთთან. მეორე საკითხია, როგორი გაგებით ხდება ამას რუსეთი და რა პერსპექტივა არსებობს უახლოეს მომავალში. უახლოეს მომავალში რუსეთი ამ საკითხზე არ დათანხმდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ საკითხის არ დაყენება იქნება ძალიან ცუდი მესიჯი და ძალიან ცუდი სიგნალი ევროკავშირის მხრიდან და რასაც ჩვენ არ შევეგუებით და რასაც თვითონ ევროკავშირიც არ აკეთებს. ყოველ მაღალი დონის შეხვედრაზე ეს საკითხი ისმება. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ევროკავშირი არ ეთანხმება რუსეთის დღევანდელ სტატუს კვოს, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან არის ძალიან დიდი მცდელობა და ევროკავშირი აგრძელებს ამ საკითხის დაყენებას და პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებასთან ერთად ამ საკითხის მუდმივი დასმა გამოიწვევს იმას, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი დათანხმდება იმას, რომ დღეს არანაირი მექანიზმი ამ შეთანხმების იძულებითი მექანიზმი არ არსებობს, რა თქმა უნდა. მოდით გითხარით მაშინ რა არის ევროკავშირის თავარი როლი უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით საქართველოში, რას აკეთებს ევროკავშირი ამ უსაფრთხოების და სტაბილურობის გამტკიცებისთვის? ჩვენი დიდი სურვილია, რომ ევროკავშირმა ითამაშოს რაც შეიძლება დიდი როლი უსაფრთხოების და სტაბილურობის გამტკიცებაში ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ ამ რეგიონში. პირველ რიგში, პირველი ინსტრუმენტი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ის მისია, ევროკავშირის მისია, მონიტორინგის მისია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა, სამწუხაროდ მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღესდღეობით ჩვენი მთავრობა აკონტროლებს და არა მთლიან საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ამ მისიის მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკმაოდ მცირე მისია, მხოლოდ 300-მდე ადამიანს მოიცავს, მათ შორის არის მხოლოდ 200-მდე პოლიციელი და დანარჩენი სამოქალაქო პირებია, მათი აქ ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმდენად რამდენადაც მათ აქვთ იმის საშუალება, რომ ძალიან
მკაფიოდ დააფიქსირონ სიტუაციის ცვლილება ყოველდღიურად და ეს ხელს უშლის ყოველნაირ ავანტიურულ ქმედებებს საპირისპირო მხრიდან და მათი მოქმედების არეალი ამით არის საკმაოდ შეზღუდული. ესეც საკმაოდ დიდი პლუსია. იმის გათვალისწინებით კიდევაც რომ ევროკავშირს ესეთი ტიპის მისიები აქვს ძალიან ცოტა და საკმაოდ ოპერატიულად გამოეხმაურა ევროკავშირი საქართველოში აგვისტოს ომის დამთავრებიდან, სადღაც თვენახევარში უკვე ეს მისია საქართველოში ჩამოვიდა. ამის არ აღნიშნა არ იქნებოდა სწორი. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ კიდევ უფრო დიდი როლი ითამაშოს ევროკავშირმა უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენ ყოველთვის აღნიშნავთ რომ ყველა იგივე აღმოსავლეთ პარტნიორობაში რომ უსაფრთხოების საკითხი დადგეს საკმაოდ მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ყველა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყანას აქვს უსაფრთხოების პრობლემა მეტნაკლებად. ჩვენ გვაქვს ტერიტორიის 20% ფაქტიურად ოკუპირებული, სხვა ტიპის პრობლემები აქვს და ეს ვაკუუმი, რომელიც არსებობს, იმიტომ აქ არ არის ამ რეგიონში არ არის შემოსული ნატო, არ არის შემოსული სხვა თავდაცვითი კოლექტიური ორგანიზაციები, თუ არ ჩავთვლით რუსეთის მიერ შექმნილ ოდეკაბეს, რომლის წევრიც არის 1-2 ქვეყანა, დანარჩენ ქვეყნებს ფაქტიურად უსაფრთხოების პრობლემა ყველას აქვს და ჩვენ ძალიან გვინდა დიდი სურვილი გვაქვს, რომ ევროკავშირმა ამაში უფრო დიდი როლი ითამაშოს. გასაგებია, პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტზე მინდა გითხოთ საქართველოში. კაჩინსკი იყო ნამდვილად დიდი ლობისტი და მეგობარი საქართველოსი, არის თუ არა დღეს ასე ახალი ხელისუფლების შემდეგ, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც დღეს პოლონეთში მოვიდა კაჩინსკის შემდეგ, ითვლება თუ არა ისეთივე სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, მაგრამ შენარჩუნდა თუ არა ისეთივე მეგობრობა საქართველოსა და პოლონეთს შორის, იმიტომ რომ პოლონეთი არის თავმჯდომარე ქვეყანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთი არის არა მარტო თავმჯდომარე ქვეყანა, არამედ ამ ბოლო დროს პოლონეთი ხდება ერთ-ერთი ლიდერი, საერთოდ პოლონეთი გამოვიდა იმ ფაზიდან, იმ ეტაპიდან, როცა ის იყო ახალი წევრი ევროკავშირის, ახლა ის უფრო და უფრო თამამად გადადგმავს ნაბიჯებს. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ევროკავშირის და ძალიან არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეკონომიკურად ბოლო წლებში პოლონეთს ჰქონდა საკმაოდ შთამბეჭდავი ზრდა ამ კრიზისის ფონზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების დიდ უმრავლესობას შეეხო და პოლონეთი სულ უფრო და უფრო თამამად თავის პოზიციებს აჟღერებს ევროკავშირის ქვეყნებს შორის და ჩვენთვის პოლონეთი რა თქმა უნდა რჩება ისეთივე მოკავშირე ჩვენი ინტერესების და იგივე ჩვენი ლობისტი, როგორც იყო წინამთავრობის დროს. არაფერი ამ ხრივ სტრუქტურულია ჩვენი ურთიერთობები პოლონეთთან. ეს არ არის კონიუნქტურაზე დამოკიდებული. ჩვენ მარტო ბოლო წლებზე რო არ ვილაპარაკოთ, სულ სადღაც ერთი საუკუნე-ნახევარია ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის გარკვეული დისტანცია არსებობს. ამიტომ ესეთი დამოკიდებულება ასე ადვილად არ შეიძლება შეიცვალოს. თუმცა იყო ძალიან პესიმისტური განცხადებები მას შემდეგ, რაც კაჩინსკი დაიღუპა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის ისეთი ძველი მეგობრობა, როგორც არსებობდა ამ პრეზიდენტის დროს, მეთოდოლოგია შეიცვალა, გეთანხმებით, მაგრამ მხარდაჭერის ხარისხი არ შეცვლილა. მეთოდოლოგია შეიცვალა იმით, რომ ახალმა მთავრობამ, რომელიც ახლა პოლონეთში არის, გადაწყვიტა თავისი ძველი პრობლემების მოგვარება რუსეთთან, კერძოდ ურთიერთობების გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, პირიქით, თუკი პოლონეთი მოახერხებს იმას, რომ რუსეთთან ყოველ შემთხვევაში ნორმალიზება გაუკეთოს თავის ურთიერთობებს რუსეთთან, ეს შეიძლება საქართველოს მხოლოდ წაადგეს. კონფლიქტით ჩვენ არაფერს არ მოვიგებთ და პოლონეთი თუკი უფრო აქტიურ როლს ითამაშებს იმის ფონზე, რომ რუსეთისთვის ის გახდება მისაღები პარტნიორი და არა ის ეჭვიანი დამოკიდებულება, რომელიც რუსეთს ყოველთვის ჰქონდა პოლონეთის მიმართ, რომ პოლონეთი არის გარკვეულწილად რუსეთის ძლიერების ძირის გამომთხრელი და ასე შემდეგ. თუკი რუსეთი ჩათვლის ერთ დღეს, რომ პოლონეთი გახდა ნორმალური პარტნიორი, პოლონეთი რჩება რა ჩვენი უახლოესი მოკავშირე, ამან შეიძლება გარკვეულად დადებითი როლი ითამაშოს მომავალში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამოსწორებაში. აი რახან პარტნიორ სახელმწიფოებზე ვლაპარაკობთ, ცნობილია რომ ბელორუსთან დაკავშირებით მკაცრ სანქციებს აპირებს ევროკავშირი და საგარეო საქმეთა მინისტრები წევრი ქვეყნების შეთანხმდნენ. საქართველოს დამოკიდებულება ამ შემთხვევაში როგორი იქნება ბელორუსის მიმართ? ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნება ეს სანქციები თუ შეზღუდვები ესე იგი ბელორუსის დაკნინებული მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობაში ეს არის რა თქმა უნდა დროებითი იმიტომ რომ ბელორუსია გეოგრაფიულად არის ევროპაში ეს არის ევროპული სახელმწიფო ევროპული კულტურის სახელმწიფო და ეს არ არის ნორმალური სიტუაცია დღევანდელი სიტუაცია არ არის ნორმალური ეს უნდა შეიცვალოს იმედი გვაქვს რომ ბელორუსია მონახავს თავის ადგილს ევროპაში ჩვენი მხრიდან ერთადერთი შენიშვნად ყოველ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია რაც გაჟღერდა ამ ბოლო დროსაც იყო ის რომ ყველა ეს ინსტრუმენტი რომელსაც ევროკავშირი იყენებს ამ შემთხვევაში ბელორუსიის მიმართ ეს ინსტრუმენტი უნდა იყოს ძალიან კარგად გააზრებული რომ შედეგები იყოს დადებითი ესე იგი და მოხდეს ბელორუსიის ეტაპობრივი დემოკრატიზაცია და მისი დაბრუნება ევროპაში და არ უნდა გამოიწვიოს ამან უკუ ეფექტი ესე იგი ამ ინსტრუმენტებმა რომელსაც ევროკავშირი გამოიყენებს არ უნდა მოახდინოს პირიქით რეჟიმის კიდევ უფრო ასე ვთქვათ გახისტება და კიდევ უფრო დიდი დისტანციის წარმოშობა ევროკავშირში ის რომ ამ საკითხში შეიძლება ვთქვათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და საქართველოს პოზიცია არ დაემთხვეს ერთმანეთს ვთქვათ ბელორუსის საკითხში ეს გარკვეულ უხერხულობას არ შექმნის ევროკავშირთან საქართველოს პრეზიდენტმა თქვა რომ ეს სანქციები ბელორუსს რუსეთის კონტროლქვეშ უბიძგებს პრეზიდენტის განცხადება არის სრულიად მართალი იმიტომ რომ თუ კი ეს სანქციები კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ კი ეს სანქციები არ იქნა გააზრებული ბოლომდე ამას შეიძლება მოყვეს საპირისპირო ეფექტი და არა ის ეფექტი რასაც ევროკავშირის მიზანია ევროკავშირის მიზანი ხო არის ბელორუსის უფრო მეტად დაახლოება ევროპასთან ბელორუსის ინტეგრაცია დემოკრატიულ სამყაროში და დემოკრატიული ღირებულებების გამყარება ბელორუსიაში თუ კი ამან გამოიწვია პირიქითი ეფექტები რასაც ვერ გამოურიცხავთ იმიტომ რახან რუსეთი ბელორუსის მთავარი პარტნიორი ეკონომიკური პარტნიორია ყველაზე დიდი მეზობელია რუსეთი ამას აუცილებლად გამოიყენებს ამიტომ ეს არის ძალიან დასაწონი როდესაც ევროკავშირის სანქციებზე გვაქვს საუბარი ბელორუსის ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს მყარი გადაწყვეტილება მიღებული აქვს რომ ბელორუსთან ურთიერთობა დარჩება აბსოლუტურად იგივე რაც იყო მიუხედავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებების არა საქართველო არანაირად არ აპირებს ბელორუსთან ურთიერთობების გაწყვეტას იმიტომ ეს არის მაინც ჩვენი რეგიონის ქვეყანა ბელორუსი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ბელორუსის საბოლოოდ დაკარგვა ესე იგი მისი მთლიანი რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა იქნება ძალიან ცუდი არა მარტო საქართველოს არამედ მთელი რეგიონისთვის ამიტომ ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ ჩვენი მხრივ რა თქმა უნდა ჩვენ არ მივესალმებით არანაირ ძალადობის გამოყენებას დემოკრატიული უფლებების შეზღუდვას და ასე შემდეგ ამას ვერანაირად ვერ მივესალმებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვინდა ჭკვიანური პოლიტიკა ბელორუსის მიმართ, რომ ეს სიტუაცია შემოbrunდეს და გახდეს უფრო დადებითი ტენდენცია დაიწყოს და არა სიტუაციის გაუარესება. ხოლოდ ეს არის ჩვენი ხუთი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ევროკავშირს, როდესაც ევროკავშირი ჩათვლის, აი მაგალითად, რამოდენიმე თვის წინ, სანამ ომი დაიწყებოდა ლიბიაში, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ საკმაოდ ღრმა დიალოგი ქონოდა ლიბიასთან. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობები ჩამოყალიბდა ევროკავშირსა და ლიბიას შორის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუამარ კადაფი იყო დემოკრატი და რაღაცა ძირეულად შეიცვალა იმ ქვეყანაში. შეიძლება პოზიტიური მიდგომითაც, ასე ვთქვათ, ქვეყნის გამოყვანა იმ ძიმე სიტუაციიდან. ამ შემთხვევაში არ იმოქმედა, ამან არ იმუშავა, ნახეთ რომ მუამარ კადაფი თავის საკუთარ მოსახლეობას დაუპირისპირდა და ამან ომამდე მიგვიყვანა. უბრალოდ აღნიშნავ, რომ შეიძლება ეს ინსტრუმენტები სხვადასხვანაირად იყოს გამოყენებული. არ არის სწორხაზოვანი და მხოლოდ ერთიანი მიდგომა, ესე იგი ერთნიშნულიანი მიდგომა ამ საკითხების მიმართ და მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლებოდეს ამ ინსტრუმენტების, რომელსაც ევროკავშირი იყენებს, უფრო ქმედითად გამოყენება. გასაგებია ჩვენი საუბარი დასასრულისკენ მიდის და პრინციპში მინდა იმით დავასრულოთ, რითაც დავიწყეთ საუბარი. ევროკომისარმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ვარშავაში სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი სამიტი გამოიყენოს, რათა წარადგინოს საქართველოს როგორც რეფორმებისადმი და ევროპული გზისადმი ერთგული ქვეყანა. როგორ ემზადება საქართველოს ამ სამიტისთვის და როგორ აპირებს წარსდგეს ისეთ ქვეყნად, როგორიც თქვათ აქ დახასიათებული აქვს ფულეს. და რას ველოდებით ამ სამიტისგან? ამ სამიტისგან ველოდებით გარკვეულ წინგადადგმულ ნაბიჯს. იცით რომ ეს არის მეორე სამიტი
აღმოსავლეთ პარტნიორობის, პირველი იყო პრაღაში, დაახლოებით 2 წლის წინ. ამ სამიტისგან მოვლით პირველ რიგში ეს არის ჩვენი და ევროკავშირის ინტერაქციის შედეგი. ჩვენი აგრეთვე უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის ყველას ერთობლივი მცდელობა, რომ რაც შეიძლება უფრო მაღალ ეტაპზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები. აღმოსავლეთ პარტნიორობა თავისთავად იძლევა ძალიან დიდ სპექტრს ურთიერთობისა ევროკავშირთან. ეს შემდეგ ჩვენზე არის დამოკიდებული თუ რამდენად გამოვიყენებთ ამ სპექტრს, რამდენად ახალ ეტაპზე ავიყვანთ ჩვენ ურთიერთობებს. საქართველოს მხრიდან უნიშნულოვანესი იქნება და ჩვენ ველით პირველ რიგში ამ სამიტიდან, როგორც მე აღნიშნე წეღან, თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, აგრეთვე გარკვეულ კონკრეტულ ნაბიჯების დასახვას ყოველ შემთხვევაში, რომ გადავიდეთ ვიზა დიალოგზე ევროკავშირთან. ვიზა დიალოგი გულისხმობს ამ დიალოგის ბოლოს, ჩვენ როგორც შედეგი, ამ დიალოგის შედეგი ველოდებით თავისუფალ ვიზო მიმოსვლას. ეს არ მინდა არავის შეუქმნა ყალბი ილუზიები, ამას დაჭირდება საკმაოდ დიდი დრო, ეს არ გაკეთდება 1 წელიწადში, არც 2 წელიწადში, მაგრამ ვიზა დიალოგის დაწყება იქნება ძალიან დადებითი მესიჯი და იმის აღიარება ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირი არ დაიწყებს ვიზა დიალოგს ისეთ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს შიდა პრობლემები კორუფციის მხრივ, ადამიანის უფლებების მხრივ და ასე შემდეგ. ეს იქნება ერთ-ერთი იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოს შეასრულა არა მარტო ტექნიკური მოთხოვნილებები, რაც ევროკავშირს გააჩნდა საქართველოს მიმართ, არამედ ყველა ის კრიტერიუმი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და რომ ეს გვაჩვენებს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, ხელმოსაკიდი პროგრესი ჩვენს და ევროკავშირის შორის ურთიერთობებში. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე შეგახსენებ, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე. ჩვენ შევხვდებით გადაცემის მეორე ნაწილში ერთმანეთს, სადაც ჩვენი სტუმრები იქნებიან ჩემი კოლეგები ჟურნალისტები. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ და გადაცემის მეორე ნაწილში წარმოგიდგენთ ჩვენს კოლეგებს, ჟურნალისტებს, რომლებიც ევროპული არჩევანის სტუდიაში არიან და თემა არის როგორ აშუქებს მედია ევროინტეგრაციის პროცესს და რა აინტერესებს საზოგადოებას ყველაზე მეტად ამ მიმართულებით. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს რუსიკო მაჩაიძე, რეზონანსი, ნინო ჟიჟილაშვილი, რადიო უცნობი, მედია იმერლიშვილი, მწვანე ტალღა, ივაში ლაკაძე 24 საათი და ირინა ცერცვაძე, საქართველოს პარლამენტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. ნინო, შენგან დავიწყებ და შენ დაგისვამ პირველ შეკითხვას, რამდენად დიდია მსგავს პროექტებზე, მოდი ამჯერად რადიოზე ვისაუბროთ, რახან რადიოში აკეთებ ამ გადაცემას, მოთხოვნა ევროინტეგრაციის პროცესის გაშუქებაზე. დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ თემასთან დაკავშირებით. მოთხოვნა არის. და როდესაც ვსაუბრობთ აუდიტორიის დაკვეთაზე, ანუ მათ ინტერესზე, რისთვისაც ჩვენ ვართ და ვარსებობთ და გვევალება რომ ვიმუშაოთ, აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მათ აინტერესებთ ყველა წვრილმანი, რაც მათ ყოველდღიურობაში ხვდებათ. მაგალითად, ვიზის გამარტივება, მაგალითად, თემები როგორც არის კვების უსაფრთხოება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვინაიდან ჩვენმა დაინტერესებულმა აუდიტორიამ, რა თქმა უნდა, იმ სეგმენტმა, რომელსაც აინტერესებს ევროკავშირი და მის ნაწილად საქართველოს ქცევა, ასეთ რაღაცებს დიდ ყურადღებას აქცევს, იცის რა, რომ ეს პირადად მასზე აისახება და იცის რა, რომ ყოველივე ამის დაკმაყოფილების შემდეგ ასეთი ტიპის თითქოს ერთ შეხედვით მეორეხარისხოვანი საკითხების ჩვენ უფრო მეტი გარანტია გვაქვს ჩვენს ქვეყანას, რომ გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი. დაკვეთა არის ძალიან დიდი, თუმცა ჩვენ ხშირად ვერ ვახერხებთ, უნებრივია სხვა თემების უფრო აქტუალიზაციის გამო, ვთქვათ, პოლიტიკური პროცესების აქტუალობის გამო, სხვადასხვა მიმდინარე საკითხების სიღრმეებში ჩასვლას. აი ამის დიდ საშუალებას გვაძლევს ის ფუფუნება, რასაც ქვია თვითონ ევროკომისიის დახმარება და ფონდების ამ თვალსაზრისით, რომელიც ჩვენ რამდენიმე მედია საშუალებას ახლა ხვდები აქ ვარ წარმოდგენილი ყველანი თითქმის ვინც ამ წუთებში ამ პროექტებით ვარ დაკავებული, გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ აი ამ თემებით სკრუპულოზურად დავკავდეთ და იცით რა მინდა გითხრათ, რომ დასაწყისში პრინციპში ჩვენ ინტერაქტივს ბუნებრივია ვზომავთ. რადიოში ეს არ არის რთული, ვინაიდან ზარებია, აქტივია. შემდეგ Facebook-ზე გვაქვს ჩვენ სპეციალური გვერდი, გავიცნოთ ევროპა ქვია, სადაც რამდენიმე მედია საშუალების პროექტები იდება, მედია პროექტები და
მინდა გითხრათ, რომ ნელ-ნელა შეეჩვია რა მაყურებელი იმას, რომ ჩვენ გვისმინოს ამ თემებში უფრო სიღრმისეულად შევიდეს, დაინტერესდა ამ თემები და მეტი კითხვა უჩნდება. თუმცა რა თქმა უნდა, თუ კი არის ხოლმე ესეთი უფრო პოლიტიკური საკითხი, მედიის თავისუფლების თემა, ჩვენს გადაცემაში მაგალითად დემოკრატიული პროცესების განვითარება, სასამართლო და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამას მაინც უფრო მეტი მაყურებელი, უბრალოდ ვუყურებთ სმენელი ამ შემთხვევაში ეზომება. ეს მე მაინც მაძლევს ხოლმე იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ყველაზე მთავარი მაინც ევროინტეგრაციით დაინტერესებული აუდიტორიისთვის ამ ქვეყანაში არის დემოკრატიული პროცესები და შემდეგ რა თქმა უნდა ყველაფერი დანარჩენი. მედია, როდესაც პირადად ჩემს გამოცდილებას ვიტყვი, როდესაც ამ გადაცემაზე დავიწყე მუშაობა, მივხვდი, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაცემაა, რაც სამიყვანია, იმიტომ რომ მართლა ყველა საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხანდახან შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ დროს შეიძლება აღმოაჩინო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ევროინტეგრაციის პროცესში. რამდენად ადვილი ან რამდენად რთულია მსგავსი ტიპის გადაცემების მომზადება? აი თქვენ ამზადებთ მწვანე ტალღაზე და გითხარით. მე უკვე მესამე წელია ვმუშაობ ევროინტეგრაციის თემებზე. მე ვერ გეტყვით ადვილია თუ რთულია. მე შემიძლია იმის თქმა, რომ ძალიან საპასუხისმგებლოა. და ამას ვგრძნობ მთელი ამ ხნის განმავლობაში. იმიტომ რომ ეს თემები მოიცავს ყველა სფეროს, რომელიც კი გვეხება, ხომ? ეს წარმოიდგინეთ, ხომ? ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, რომელიც თავისთავად მოიცავს ყველა სფეროს და ჩვენი გადაცემები გაყვება ამ სამოქმედო გეგმას, ასევე აღმოსავლეთის პარტნიორობას, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. თავისთავად ეს თემები არის იმდენად რთული, იმდენად ყოვლისმომცველი, ძალიან საბოლოოდ მაინც უნდა გიპასუხოთ, რომ ძალიან რთულია ამ თემებზე მუშაობა და ძალიან საინტერესოა. და იცით რა არის სიხშირეს და რადიო გადაცემებს აქვს ეს პლუსი, რომ ინტერაქტივი მაქსიმალურად გამოიყენება. რამდენად გიწყობთ თვითონ მსმენელი ფეხს, როდესაც მსგავს თემებს აკეთებთ? მაგალითად არ არის ადვილი სასაუბრო, ვთქვათ, ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების შესახებ, ხელშეკრულების შესახებ, ხო? აი, რამდენად იჩენს ინტერესს მსმენელი, აი მაგალითად ამ კონკრეტული საკითხის მიმართ? დიახ, ეს სწორედ სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ მსმენელს ეს თემები, თუნდაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ხო, რომელიც თქვენ ახსენეთ, ისე უნდა მიაწოდო, იმ ფორმით უნდა მიაწოდო, რომ მიხვდეს, რატომ არის მისთვის ეს თემა მნიშვნელოვანი და რატომ ვამზადებთ ჩვენ გადაცემას ამ თემაზე, ხო? ანუ ძალიან გასაგები და მარტივი ენით უნდა მოახერხო და მიიტანოს სტუმრებთან ერთად ეს თემა გასაგებია. მსმენელებმა. აქეთა ფლანგზე გადმოვინახოთ პრესაში რა ხდება, ყავს თუ არა მსგავსი თემატიკის პუბლიკაციებს ბევრი კითხველი. მე დავიწყებ მაშინ და ვიტყვი, რომ შესაძლოა ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტი ყავდეს, ვიდრე ისეთ სტატიებს, რაზეც პირადად მე მიწევს მუშაობა. ბოლოს რამდენიმე კვირის წინ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ვყიდულობდი გაზეთს, ჩვენს გაზეთზე ლაპარაკი და სრულად უცხო ქალმა იკითხა იმ ნომერში იყო თუ არა ევროკავშირთან დაკავშირებული სტატია. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა თუ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ნახე რიგითი ადამიანი როგორ იყო დაინტერესებული ამ ევროკავშირთან დაკავშირებული სტატიებით. როდესაც მე მას ვკითხე თუ რატო მაინტერესებდა ეს სტატია, ასეთი რაღაც მითხრა, რომ აქედან იგებს უშუალოდ მისთვის რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს ევროკავშირმა. მისი შეფასება ჩემთვის იყო ყველაზე დიდი შეფასება, რაც კი როდესაც მე მივიღე, და როდესაც დავიწყეთ ევროკავშირის პროექტის განხორციელება, ჩვენი მთავარი მიზანი ის იყო, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს ის თუ რა შეიძლება მოუტანოს ევროკავშირმა მას, რა სირთულები შეიძლება ახლდეს, სწორად მიდის თუ არა ქვეყანა ამ მიმართულებით, არის თუ არა რაღაც რაიმე დაბრკოლებები და ვფიქრობ, როდესაც უცხო ადამიანი იმაზე მეტად აინტერესებს რა ხდება თქვათ ევროკავშირთან მიმართებაში, ვიდრე უშუალოდ შენს ქვეყანაში, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს და ის სირთულები, რაც ამ სტატიის მომზადებას ახლავს, უკვე აიკარგება, როდესაც გრძნობ, რომ შენი სტატია ადამიანებს
სჭირდებათ. ალბათ ეს პლუსი აქვს აი ევროკავშირის სტატიებს და მე იმედი მაქვს, რომ ეს არ იყო ერთეული შემთხვევა და იქნება სხვა ადამიანებიც, რომლებიცაც ეხმარებათ თუნდაც იმის გარკვევაში, რა რისი უფლება აქვთ, რისი მოთხოვნის უფლება აქვთ და რა შეიძლება მათთვის უკეთესი იყოს. როგორი სახის სტატიებს აქვს ხოლმე უფრო ხშირად დიდი გამოხმაურება რა მიმართულების? ადვილია იმის მიხედვით, რომ კონკრეტული გამოხმაურება აქვს სწორედ ისეთ კონკრეტულ იგივე ვიზების ან სხვა დაუშვათ სურსათთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც მათ შეიძლება კონკრეტულ ადამიანებს ეხებოდეთ ან ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყოს. რა თქმა უნდა, ზოგადი საკითხების გამოტოვება არანაირად არ შეიძლება. როდესაც ჩვენ პირველი ჩანართის კეთება დავიწყეთ 24 საათში, იქ ყველა გაზეთში ფაქტიურად განმარტება მოყვებოდა რა არის ევროკავშირი, მთელი ისე ვთქვათ, ლექსიკონივით ჰქონდა ბოლოს დადებული, რომ მოსახლეობა ელემენტარულად ტერმინოლოგიაში გარკვეული იყო თავიდან. ორი ჩანართი გავაკეთეთ, ერთი იყო ევროპა, მეორე ევროპა GS, ვთქვათ 24 საათმა და ვაშუქებდით ყველაფერს, თვითონ ევროკავშირის პროექტებს, რომლებსაც ისინი საქართველოში ახორციელებდნენ და იმასაც დაუშვათ რა ხდებოდა თვითონ ევროკავშირში დაწყებული მათი სამიტებიდან და იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან დამთავრებული აი ჩვეულებრივი ან ჩვენთან დაკავშირებული საკითხებით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი იყო იმ სამეზობლო პოლიტიკაზე და იმაზე რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ მიუახლოვდეს ევროკავშირს. გასაგებია, მე მინდა ვიკითხო რესპონდენტებთან დაკავშირებითაც. ამ ხრივ იქნება თუ არა პრობლემა, თქვათ, აი კვალიფიციური რესპონდენტების, ნინო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი თემაა და არის თუ არა საკმარისი ცოდნა თუნდაც რესპონდენტების მხრიდან, რომ ისინი ჩვენ მოვიყვანოთ გადაცემებში და მათ კარგად აუხსნან ჩვენს მოსახლეობას ესა თუ ის საკითხი. რესპონდენტების დეფიციტი არის და თქვენს ალბათ უკვე იცით, ვინაიდან მსგავსი ტიპის გადაცემაში ვართ ჩვენ ახლა სტუმრად. დეფიციტი არის, მაგრამ ექსპერტები, პროფესიონალები ამ თვალსაზრისით არსებობენ ქვეყანაში და იმდენი რაოდენობით არიან, რომ ჩვენ გვეყო ყოველ შემთხვევაში თუ კი ჩვენ დავინტერესდებით, იძებნებიან. ყველაზე მეტად მე მაგალითად როგორც რადიო ცნობის ჟურნალისტ და ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელს, ეს პროექტი არის გაზ რეზონანსის რადიო ცნობის და სტუდიარეს ერთობლივი პროექტი, ეს გავიცნოთ ევროპა, რომელიც მე ვახსენე. მიჭირს კომუნიკაცია მაინც რამდენიმე სამინისტროსთან, ვინაიდან ბევრი პროექტი ევროკავშირის მიბმულია პირდაპირ ხელისუფლებაზე, ერთობლივად ხორციელდება ეს პროექტები და ძალიან ხშირად მიჭირს მათი მოყვანა სტუდიაში, ეს სწორედ ხავარ პროცესში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებრძვი, რომ ავუხსნა, რომ სჭირდება აუდიტორიას მოსვლა სტუდიაში და კითხვების პასუხი ზუსტად აი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, რომელთან თემაზე ჩვენ გვექნება ხუთშაბათ 2 საათზე რადიო ცნობში ინტერაქტიული გადაცემა. ასე რომ ნამდვილად ჭირს. თუმცა ამ შემთხვევაში ვიყენებთ ხოლმე აი ეს ექსკლუზიურ, ასე ვთქვათ, მხარდაჭერას ევროკომისიის და ფონდის, ვთქვათ, მედიას შემთხვევაში ალბათ დარწმუნებული ვარ ევრაზიის ფონდის, რომელიც მას უჭერს მხარს მის გადაცემას და ამბობთ, რომ ეს არის ჩვენი ერთობლივი პროექტი და ამ შემთხვევაში ნდობა უფრო მეტია ხოლმე ევროკავშირის როგორც ინსტიტუციის, ვიდრე ქართული რომელიმე მედია საშუალების მიმართ. არ ვიცი, ჩვენ შემთხვევაში ასე ალბათ აი რუსოც დამეთანხმება ცოტა გვიჭირს, მაგრამ გვიჭირს არა ექსპერტების მოძებნა, არა სპეციალისტების, არამედ ისევ ხელისუფლების მოყვანა დისკუსიის მაგიდასთან, ვინაიდან მათ კითხვებზე პასუხები ხშირ შემთხვევაში აქ, თუმცა ჩემთვის აუხსნელია რატომ, მაშინ თავის არიდება. გასაგებია, ირინას მინდა ვკითხო, ირინა, რამდენად თქვათ, ბევრი პროექტი ხორციელდება, ხო? თუნდაც ის პროექტები, რომელსაც ჩვენ ახლა ამ სტუდიაში წარმოვადგენთ. რამდენად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში ცოდნა ევროკავშირის მიმართ, თუნდაც ან რითი ზომავთ ამ ყველაფერს, გაიზარდა თუ არა საერთოდ ეს ცოდნა? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის და პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, რომ განუმარტოთ მაყურებელს პარლამენტი რა შუაშია ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე ბოლოს კომიტეტია, რომლის პრეროგატივაც არის რადიოგადაცემის წაყვანა. საქმე იმაშია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს თავიდანვე ქონდა დაარსებიდანვე ქონდა მსგავსი ტიპის ლექცია პარლამენტში საექსკურსიოდ მოსული სტუდენტებისთვის, როდესაც უყვებოდა ევროკავშირის შესახებ აწვდიდა ინფორმაცია სულ 5 წუთით და აი ამ ლექციებისას ისეთ შემაშფოთებელი ფაქტები გამოაშკარავდა, მაგალითად შეკითხვები არის ასეთი, არა მხოლოდ რეგიონების, არამედ თბილისიდან, სხვა სკოლიდან თუ უმაღლესი სასწავლებელიდან მოდიან
ბავშვები და მოდიოდნენ და შეკითხვა ხშირად იყო ასეთი, მაგალითად ჩვენ უკვე ვართ ევროკავშირის წევრები, ახლა რა ვალდებულება გვაქვს? ნუ აი ელემენტარული რაღაც, რაც წესით სკოლის მოწაფემაც კი უნდა იცოდეს უკვე მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოწაფემ და ამიტომ ჩვენ დავდექით იმ ფაქტის წინაშე, რომ ინფორმაცია არის ძალიან ნაკლები. ამიტომ სპეციფიურ თემებზე ორიენტირამდე მაინც საჭირო იყო მოგვეთხრო რა იყო ევროკავშირი. ამიტომ ჩვენ ავიღეთ სამიზნედ სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადგან დაფარვა გვქონდა პირველ რიგში. ჩვენ მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ დაფარვა ქონოდა გადაცემას და მართლაც მთელი საქართველოდან რეკავს მსმენელი და ნუ რაღაცნაირად ევროლექსიკონი დავარქვით ჩვენს გადაცემას ევროპის დროით, რადგან თითოეული გადაცემა რომ ნახოთ ინტერნეტშიც არის ევროკავშირის თითოეული თემა განმარტებითი ხასიათის, ანუ სტუმარი რომელიც არის, ეს არ არის კოლეგების შემთხვევაში დისკუსია, ეს არის კითხვა-პასუხის რეჟიმში და დრო არის შეზღუდული 25-დან 30 წუთამდე, კითხვა-პასუხის რეჟიმში თემას ხსნით უბრალოდ. რაც შეეხება ინტერესის გაზრდას, ეს შეკითხვები რამდენად როგორ თქვა, რამდენად არის თუ არა, ანუ მაყურებლის ან მსმენელის მხრიდან წამოსული შეკითხვები რამდენად არის საქმიანი, რამდენად ემჩნევა, რომ ადამიანი გარკვეულია ასე თუ ისე რაღაც დონეზე მაინც. ძალიან ზუსტია ამის კითხვა, ნინომაც აღნიშნა, ინტერესი არის ვიზების გამარტივებაზე, სურსათმდებლობაზე. კი, ეს ყოფითი თემებია, მაგრამ მსგავსი ინტერესი ვერ იქნება ასევე კომპეტენტურად ენერგეტიკის სფეროზე. მაგალითად, გასული გადაცემა ენერგეტიკის სფეროზე გქონდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში და ნუ შეკითხვები იყო ძალიან ზოგადი. მსმენელს აინტერესებს ძალიან ყოფითი საკითხები. ის, რაც მას უშუალოდ ეხება. რა თქმა უნდა, ენერგეტიკის სფეროში რეფორმა მას ეხება, მაგრამ ის ჩვეულებრივი ადამიანი ალბათ იშვიათად არის ჩახედული იმდენად კარგად, რომ გითხრას, რომ მე ახლა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდები. სამწუხაროდ, შეკითხების, როდესაც მსმენელს მოუწოდებთ, რომ დაგვირეკეთ ამ და ამ ნომერზე, ვთხოვთ, რომ იყავით მაქსიმალურად კონკრეტულები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თუ კი სამინისტრო დამყავს სტუმარი ან თუ კი მთავრობის წარმომადგენელი, არის ხოლმე ესეთი შეკითხვები, რა თქმა უნდა, ზოგადი და ზოგად თავის ტკივილზე და ტკივილზე. გასაგებია, ეს პროექტები, რომელიც ხორციელდება, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ კი არის საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი ევროპული გზა, ამ შემთხვევაში მთელ მედიას გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება. ნინო, ზოგადად ქართულ მედიაში როგორ შუქდება ევროპა როგორც ასეთი? არა ასეთ სპეციალიზებულ პროექტებზე, არამედ ზოგადად ქართულ მედიაში. იცით, ევროპა შუქდება იმ დოზით, რა დოზითაც არის ხომ აქტუალური საქართველოსთვის. თქვათ, არის რაღაცა ვიზიტები, არის რაღაცა შეთანხმებები, არის პროცესი, რომლის აქტუალიზაციაც ხდება, თქვათ, არის ევროკომისიის ელჩის, თქვათ, განცხადებები, რაღაცა ხდება, თქვათ, იგივე ფოტოგრაფების გახმაურებული საქმე, რაღაც თქვა ევროკომისიის ელჩმა, რაღაც ამერიკის ელჩმა. ამ შემთხვევაში ისინი ხდებიან აქტუალურნი. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ხა ევროკომისია, ევროკავშირის პროცესები აქტიურად იზომება და ჩვენ ქართულ მედიას მაჯაზე გვიდევს ხელი. ეს ალბათ ხელოვნურიც იქნებოდა ჩვენ რომ ახლა ასე ვთქვათ, ყოველდღე პირველ ახალ ამბად, პირველ ნიუსად ახალ ამბებში გქონდეს ევროკომისიის თემა, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ჯერჯერობით ამ ორგანიზაციის წევრები და ჯერჯერობით ეს სოციალური პერსპექტივა ჩვენს არ ჩანს ჰორიზონტი, როდის შეიძლება გავხდეთ. ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილი, მანამდე ვიყავით სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი და ვფიქრობ, რომ იმ დოზით, რა დოზითაც შუქდება ამ სპეციალიზებული პროექტების ფარგლებში, საკმაოდ ისეთი დაინტერესებული აუდიტორია ყოველ შემთხვევაში ყოველთვის მიაგნებს გაზეთშიც, რადიოშიც და ტელეეთერშიც იმ თემებს, რაც მას აინტერესებს. ეს უკვე ძალიან კარგია. გასაგებია, ნინომ განმარტა რა შემთხვევაში შუქდება და რა დოზით, მაგრამ საკმარისია კი ეს ყველაფერი. არა, საკმარისი არ არის და შეიძლება ითქვას, რომ აი მთლად მასეც არ არის, რომ აი როდესაც ჩვენ გვეხება ან სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებული რაღაც იმართება, მაშინ შუქდება. შუქდება ისედაც და უშუალოდ ევროპასთან დაკავშირებული ის ახლა უცხოეთზე როდესაც წვერთ ეს თემა ყოველთვის ფიგურირებს იქ. აი რამე მაინც თუ ხდება ისეთი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ქართული მკითხველისთვის, ეს იწერება პროექტის გარეთაც. ახლა პროექტი ხან არის ხან არა. თქვათ, რამდენად პროფესიონალურად კეთდება, მე არ მინდა კონკრეტულად საუბარი, ზოგადად რამდენად პროფესიონალურად კეთდება ეს ყველაფერი. თავად ჟურნალისტები რამდენად კარგად, მოდი ასე ვიტყვი, ვიცნობთ იმ საკითხებს, რასაც წერთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში ამ საუბრობთ. იცით რა,
ალბათ მეტნაკლებად, მაგრამ ძირითადად ვინც ამაზე წერს, ის გარკვეულია, იმიტომ რომ ეს შეიძლება როცა სამეზობლო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, შეიძლება არ იყოს საერთოდ საქართველოს იქ ნახსენები, მაგრამ იქ იყოს ის დანარჩენი ქვეყნები, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უკრაინა, შეიძლება ბელარუსი ხანდახან სხვაზე აქტუალურია, იმიტომ რომ ცოტა ისეთი პარტნიორია იმისთვის და ევროპისთვის ჭირვეული. აქედან გამომდინარე, ყველაფერი რაც შეიძლება შეეხებოდეს ამ იმას, უშუალოდ საქართველოს თუ არ ეხება, ჩვენ ამას მაინც ვაშუქებთ და ამიტომ რამდენადაც ჩვენი ჟურნალისტები ამას სისტემატიურად აკეთებენ, მეტნაკლებად ერკვევიან. რუსკო, რამდენად დიდი როლი ეკისრება ამ ყველაფერში მედიას? ცოტა მე მესმის, შეიძლება ზოგადი შეკითხვა იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანუ ჟურნალისტები არიან თუ არა მზად იმისთვის, რომ რაღაცნაირად გადასცენ მთელი ეს ინფორმაცია საზოგადოებას და კარგად გააგებინონ? შეიძლება ითქვას, რომ იმ დოზით არიან და იმ დონით არიან მზად, რა მზაობაც არის საქართველოში თვითონ ევროკავშირისთვის. განსაკუთრებულად, რო ვთქვათ, რაღაც განსაკუთრებული ცოდნა არსებობს, განსაკუთრებული მზაობა არსებობს, ვერც ამას ვიტყვით და ვერც იმას ვიტყვით, რომ მედიაში არ იციან ევროკავშირის შესახებ, არ იციან თითოეული საკითხის შესახებ და თითოეულ საკითხს ვერ გააშუქებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის შესაბამისი, რა ინტერესიც არსებობს თითო საზოგადოების მხრიდან და რა ურთიერთობაც არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. თუმცა ჩემი აზრით მაინც უმჯობესია რომ რაღაც ყოველთვის გაკეთდეს აქცენტი აქტუალურ საკითხებზე, რაც აინტერესებს საზოგადოებას. როდესაც თქვათ რა მოხდა ზოგადად თუნდაც ევროპის სამეზობლო ქვეყანაში, თუ არ აინტერესებს მოსახლეობას და მაშინ არ კითხულობს ამ სტატიას უბრალოდ. თუ არა ეს იქ ნაჩვენები რა გავლენას ახდენს მის მდგომარეობაზე, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს, უბრალოდ არ წაიკითხავს, არ აქვს ადამიანს იმდენი დრო, რომ იდგეს და ყველა სტატია წაიკითხოს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს კონცენტრირება კონკრეტულ პრობლემებზე არის აუცილებელი. თუმცა მეორე პრობლემა არის ის, როდესაც არის რაღაცა საკითხი, დგას რაღაცა პრობლემა, მედიის ერთი ნაწილი აშუქებს ყოველთვის ცალსახად, მეორე ნაწილი აშუქებს, თქვათ, მეტნაკლებად რაღაც ცდილობს, რომ დააფიქსიროს საწინააღმდეგო პოზიციაც. თუმცა მეორე პრობლემა ის, რომ რამდენად არის ხელმისაწვდომობა ასეთ მედიაზე და რამდენად იგებს საზოგადოება მთლიანად იმ ყველაფერს, რაც უკავშირდება თითოეულ პრობლემას. იგივე ბოლო შემთხვევას გავიხსენებ, როდესაც ვიცე-პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ ხორცის გაძვირება იყო ევროკავშირის ბრალი. რა თქმა უნდა, ეს გასარკვევია, რატო გაკეთდა ასეთი განცხადება, მაგრამ საზოგადოების ცნობიერებაში გააჩნდა, რომ ეს არის ევროკავშირის ბრალი. ჩვენ ძალიან ბევრი ვწერეთ იმაზე, რომ ეს არ არის ევროკავშირის ბრალი, ის მიზეზებიც ახსენით, რატომ არ არის, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ტელევიზიებში გასულ განცხადებაზე მეტად გასაგები გახდა, თუნდაც გაზეთებში გასული კომენტარები და ახსნა. ამიტომაც, როდესაც არის რაღაცა პრობლემა, საჭირო ეს პრობლემა გაშუქდეს ორივე მხრიდან და არა ცალსახად ერთი მხრიდან. მე დღეს ევროკავშირთან ურთიერთობაში ძირითადად ამ პრობლემას ვხედავ. იგივე, როდესაც რეზონანსი წერს რაღაც სტატიებს, მთავრობის მხრიდან კომენტარი ფაქტობრივად არ კეთდება, მჭირდება ძალიან დიდი ძალის ხმევა და შემდეგ მოვიპოვებთ იმ კომენტარს, ნუ არ ვიცი როგორ რა წვალების საფასურად, ან რა დროს, როდესაც შეიძლება საერთოდ აღარ გჭირდებოდეს ეს კომენტარი. არის აგრეთვე ისეთი შემთხვევა, როდესაც ვეუბნებით, რომ ეს მათ საქმეს ეხება და მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში არც ეს არ ჭრის. ამიტომ სჯობს, რომ მთავრობამ ყველაფერს დაარქვას თავის სახელი, გააკეთოს თქვათ რაღაცა განმარტება, იქნება ის საზოგადოებისთვის ცუდი, თქვას რომ ეს არის ცუდი და არ იყოს თქვათ გასაკეთებელი, იგივე გასაკრიტიკებელი თუნდაც სხვა მეორე მხრიდან. აქ ძირითადი პრეტენზიები მოდის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაზე? ძირითადად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. საკანონმდებლო ხელისუფლება რო არ არსებობდეს, მაშინ საერთოდ თავის პოზიციას ვეღარ გავიგებდით რა ხდება. ანუ საკანონმდებლო ორგანოში ხა მე ყოველდღურად მიწევს აქ მუშაობა და არ ყოფილა შემთხვევა რომ თუ არის რაღაც საკითხი, როდესაც ვერ პოულობთ პასუხის გამცემს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, იღებთ თუ არა ამაზე პასუხს საკანონმდებლო ხელისუფლება? ხშირ შემთხვევაში ასე ვაგვარებთ ამ პრობლემას, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როდესაც საკანონმდებლო არაფერ შუაშია და საჭიროა აღმასრულებელის კომენტარი. ელემენტარულად შეიძლება საკანონმდებლო არ იცოდეს ხო აღმასრულებელი როგორ ასრულებს რაღაცა
თუნდაც დავალებას, თუნდაც მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც უშუალოდ ეხება უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საჭიროა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებამ ცოტა მეტად გაანალიზოს ის ურთიერთობა ევროკავშირთან, რაც დღეს აქვს საქართველოს და რა ჭირდება თუნდაც იგივე ხელისუფლების მხრიდან. ამ შემთხვევაში ვგულწრფ ძირითადად აღმასრულებელ ხელისუფლებას. ირინა ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს, მაგრამ რამდენად გახსნილია, თქვა თუნდაც უმრავლესობა, რომ რაღაც საკითხებზე მოვიდეს, ილაპარაკოს ხოლმე, თუ არის ხოლმე ისეთი, როგორ თქვა, თავშეკავების მომენტები გარკვეულ საკითხებს. საკანონმდებლოს წარმოადგენს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი, უბრალოდ კომიტეტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატში მუშაობ გაუგებრობა რომ არ მოყვეს. ამას ჩვენ შემთხვევაში ცოტა უხერხულოდაც კი უგრძნობ თავს ახლა კოლეგებს რომ უსვენ, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონია შემთხვევა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს ჩვენს გადაცემაში არ არის კონფლიქტი. ჩვენი გადაცემა არის განმარტებითი. ეს არის 25 წუთიანი განმარტებითი გადაცემა, რომელიც მთავარი მოვალეობაა და ეს კონტრაქტშივე წერია, რომელსაც გადაცემას ადენაუერის ფონდი აფინანსებს და მათი მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ უბრალოდ განმარტოთ ინფორმაცია და არ შეგვქონია პრობლემა, შეიძლება იყოს პრობლემა თუ ვიღაც არ არის დავუშვათ ქალაქში, ვიღაც არის მივლინებაში. თუმცა არის დახურული თემები, ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებებზე სასაუბრად ჩვენთან არავინ მოსულა, ქონდა სურვილი, მაგრამ ეს არის დახურული თემა და ვერ მოვიდოდნენ თავრობიდან, ეს ბუნებრივია. გასაგებია, ჩვენ ჩამოვთვალეთ თემები, რომელიც იწვევს ძალიან დიდ ინტერესს, მაგრამ რა არის ის თემები, რომელიც გამოირჩევა თავისი სიმწვავით და ხშირია თუ არა დისკუსიები ამ თემაზე, თუნდაც თქვენს გადაცემებში? გასაგებია, რომ ვიზები აინტერესებს მართლა ყველას, ვისაც სურვილი აქვს თქვა საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდეს ხო, ან სამუშაოდ, ან სხვა მიზნით. მაგრამ აი წვავე თემები ვთქვათ, რამდენად შედგა თქვენს ეთერში დისკუსია, თუნდაც სასამართლოზე, თუნდაც მედიის თავისუფლებაზე და ასე შემდეგ. განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა მწვანე ტალღაზე ჩვენი პროექტის ფარგლებში მომზადებული გადაცემა შრომის კანონმდებლობაზე. შრომის კანონმდებლობაზე, ხო, აქაც ამ სტუდიაში ძალიან დიდი დებატები იყო. ესეც მიეკუთვნება იმ თემათა ჩამონათვალს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაასახელეს ჩემმა კოლეგებმა სურსათის უმრავლობასთან და სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან ერთად, იმიტომ რომ ესეც უშუალოდ არის დაკავშირებული თითოეულ მოქალაქესთან, ხო? თუ შეიძლება, თუ ნებას დამთავრდეთ, მე მინდა ირინას ერთ ნათქვამს გამოვეხმაურო. ირინა მახსენა ასეთი რაღაც თქვა, რომ სკოლის მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ რას ნიშნავს ევროკავშირი და ევროკავშირთან დაკავშირებული თემატიკა, ხომ? მე სულ მიჩნდება ხოლმე ესეთი შეკითხვა, საიდან უნდა იცოდნენ სკოლის მოსწავლეებმა ეს? განავინმე ასწავლის მათ და ესაუბრება ამ თემებზე? მე მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს და ნამდვილად აღვქვამთ თავს ევროპული სივრცის ნაწილად, იცით, კამპანია უნდა იყოს მთელი ყველა ერთად, იქნება ეს აღმასრულებელი ხელისუფლება, იქნება საკანონმდებლო ხელისუფლება, იქნება ეს არასამთავრობო სექტორი, რომელიც გამოირჩევა ნამდვილად თანამშრომლობით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასამთავრობო სექტორი ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ჩვენს გადაცემებზე მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ მათგან დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდანაც ასევე. იცით, მე ვფიქრობ, ერთია ეს კონკრეტული თემები, მაგრამ უფრო მეტია საუბარი საჭირო იმაზე, თვითონ ევროკავშირი რას წარმოადგენს, იმიტომ რომ როდესაც ვესაუბრებით ჩვენს მსმენელს იმაზე, რას მოგვიტანს ევროინტეგრაცია, ჯერ ალბათ კარგი იქნება იმაზე ვისაუბროთ, რას წარმოადგენს ევროკავშირი, როგორ შეიქმნა ევროკავშირი, სათუდ რატომ შეიქმნა, რა გზა გაიარა, ძალიან მნიშვნელოვანია ღირებულებების საკითხი. ვართ ჩვენ ევროპა, უნდა ვისაუბროთ ამ თემებზე, რაც შეიძლება ხშირად. და აი ამ მიმართულებით რა მუხტი მოდის თუნდაც მსმენელისგან? ძალიან დიდია ინტერესი. ჩვენ ასევე ნინოც საუბრობდა ამაზე, Facebook-ზე გვაქვს გახსნილი ჩვენი გადაცემის გვერდი, სადაც როდესაც ვაანონსებთ ხოლმე ჩვენს გადაცემას, თემას, შემდეგ იმართება, ვთხოვთ ჩვენს მსმენელებს, რომ მოგწერონ წინასწარ თავიანთი შეკითხვები, თავიანთი კომენტარები ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ძალიან დიდია ინტერესი ამ თემების მიმართ.
შეიძლება ჩართო გავაკეთო, რომ დაინტერესებულ მსმენელს შეიძლება დღეს გაიგეს პირველად, რომ თქვენი გადაცემით, რომ ასეთი გადაცემები რადიოებში არსებობს, ეს სხვადასხვა გადაცემაა, წვანი ტალღა, მედე ემერლიშვილი, რადიო ცნობს, კიდევ ცალკე გადაცემა აქვს. გაზეთ რეზონანსი, მოკლედ ცალ-ცალკე სეგმენტებია, ეს შემთხვევით რომ არ ეგონოს ვინმეს, რომ ჩვენ რაღაც ერთი პროექტის ნაწილი ვართ, იმიტომ შეუძლიათ სხვადასხვა დივერსიფიცირებულად მოусმინონ ინტერესს, მოკლედ წაიკითხონ და ასე შემდეგ. შეიძლება ყოველთვის ერთ თემა დავამატო, თქვენ განსაკუთრებული სიმწავით, რომელი თემები გამოირჩეოდა ინტერესს თუ იკითხეთ, ადამიანის უფლებებს დავამატებდი, რომელმაც ჩვენ სტუდიაში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების თემას, რომელიც კითხვის ნიშნის გვეშ სწორედ ხელისუფლების ამდენიმე წლის წინ მომზადებლობის გამო დადგა და დღესაც სწორედ აი ის თემა რაც რუსო მახსენა ის იყო გიორგი გიაბარამიძის განცხადება ხორცის გაძვირებასთან დაკავშირებით დაემთხვა ჩვენს ეთერს, როდესაც სწორედ ევროკავშირის წარმომადგენელი სტუმრობდა და ისეთ საინტერესო მიეცა მოკლედ საინფორმაციო საბაბი სრულიად დაუგეგმავმა ჩვენს გადაცემას. არის ესეთი მწვავე თემები, არის ვინაიდან ძალიან ხშირად ხელისუფლებასაც არ აქვს კაფეში ჩამოყალიბებული პოზიციები და არის ბევრი კითხვის ნიშანი თვითონ ევროკავშირის მხრიდან, მაგალითად ამ ორ კონკრეტულ თემაზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, თუმცა დეტალიზაციაში თუ შევალთ, არის ასევე ბევრი კითხვა ყველა სხვა თემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ჩემს სეგმენტში მაგალითად ამ ორმა თემამ წამოიწია. მე მინდა ყველას დაგისვათ გარკვეულწილად უნდა შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ წავიდეთ და ყველას მინდა დაგისვათ თავად თქვენ როგორც ჟურნალისტები როგორ უყურებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას. მოდით თქვენგან დავიწყოთ, შემდეგ ამ თანმიმდევრობით მოვყვეთ. პერსპექტივაზე ლაპარაკი ცოტა მძიმეა, იმიტომ რომ ეს დღევანდელი და ხვალინდელი საკითხი არ არის. იმ ქვეყნებსაც კი, ვისაც უკვე გავლილი აქვთ გარკვეული გზა, ამბობენ რომ აი 2014-2015 წელს შეიძლება იყოს ამაზე ლაპარაკი. იმდენი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, როგორც საკანონმდებლო იმის კონკრეტული ასრულების დონეზე, რომ აი პერსპექტივა დღევანდელი და ხვალინდელი ნამდვილად არ არის და იმისთვის რომ ეს მოვაახლოვოთ, სწორედ ამისთვის არის საჭირო მოსახლეობის უკეთესი ინფორმირება. გასაგებია. რაც შეეხება პერსპექტივას, ეს გამომდინარეობს იქიდან, რამდენად არის ქვეყანაში მზაობა ამა თემის სტრუქტურაში გასაწევრიანებლად. მზაობისთვის საჭიროა ქვეყანა ასრულებდეს რაღაც ვალდებულებებს. როდესაც ამ ვალდებულებებზე მიდგება საქმე, ყოველთვის მაინტერესებს ქვეყნის ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს თუ არა ის, რომ ამ ვალდებულებების შესრულება რას მოუტანს ქვეყანას. ძალიან ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ხდება რაღაცა ინერციით, ხდება რაღაცა როგორც მართლვალდებულება და იმიტომ როგორც ქვეყნის მომავალი პერსპექტივა. მე ვფიქრობ, ვიდრე ესეთი დამოკიდებულება არ შეიცვლება და არ იქნება ის გააზრებული როგორც ქვეყნის მართლა ერთადერთი პერსპექტივა და ერთადერთი მომავალი, მაშინ ძნელია ასეთ საკითხებზე საუბარი. მაგრამ არის ხოლმე საკითხები, რომელშიც თქვათ საქართველოს ხელისუფლება შეიძლება არ ეთანხმებოდეს ევროკავშირის ან რეკომენდაციებს, ან რჩევებს და ასე შემდეგ. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, როდესაც თქვათ ევროკავშირი ამბობს, რომ ესა და ეს რეგულაცია არის საჭირო, მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ იცი რა, ჩვენ სხვანაირად ვფიქრობთ. ეს არის თუ არა თქვენი აზრით ჯანსაღი პროცესი? რა თქმა უნდა, ჯანსაღი პროცესია, მაგრამ ხშირად შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება ვერ ესაბუთებს, თქვათ, იმ რეგულაცია რატო არ შეიძლება გატარდეს. თუმცა მე რასაც წერ და რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ, არ ყოფილა ევროკავშირის მხრიდან ისეთი რეგულაცია დასახული თან ახლო მომავალში შესასრულებლად, რასაც ქვეყანა ვერ შეასრულებდა. იგივე სასაკლაოების შექმნა იყო ერთ-ერთი ბოლო რიგი შესასრულებელი საკითხი, თუმცა ხელისუფლებამ თავისი ინიციატივით გადმოწია პირველ რიგში ჩასვა. რაზეც არ ვიცით პასუხით ეს თუ რატომ გააკეთა. აი ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი საკითხები არის ძალიან გაუაზრებელი და ვფიქრობ, რომ ეს უნდა მოხდეს გააზრება, რას მოუტანს თქვათ თითოეულ ნაბიჯი ქვეყანას. და შემდეგ უკვე შეიძლება იმ პერსპექტივაზე საუბარი. და ზოგადადაც ის მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან რაც არის არც ერთი არ არის იქიდან, ესე იგი ისეთ იმ ტიპის მოთხოვნა, ну, ან შეიძლება სულ რაღაცა 5% იყოს ცოტა შორეული და ძნელად მისაღები საქართველოსთვის, რომელიც ისედაც არ გვჭირდება ჩვენ განვითარებისათვის. პერსპექტივასთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ დიახ პერსპექტივები. იცით, შეიძლება ვერ დავეთანხმო მე ჩემს კოლეგებს, მე არ მეჩვენება ეს რაღაც
მიუღწეвэл პერსპექტივად ესე ვერ განვიხილავ, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ვითარდება პროცესები თუ აკვირდებით. რაზეც რამდენიმე წლის წინ შეიძლება არც კი გვეფიქრა, დღეს ეს საკითხები რეალობაა და ჩვენ ხედავთ ამას. ვიცი, მე ასე მგონია, რომ თავარი მაინც არის არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ მთელმა საზოგადოებამ გაიცნობიეროს ის, რომ გარკვეულ ვალდებულებებს, რასაც ასრულებს, ხომ, ჩვენი ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესში, ასრულებს არა იმიტომ, რომ ეს ვალდებულებები შესასრულებელია და სხვანაირად ჩვენ ვერ ალბათ აქ უნდა იყოს დამოკიდებულება ჯერ ერთი ის, რომ საქართველოს ეს ისედაც სჭირდება. რა თქმა უნდა, აი მთავარი არის ეს, რომ ეს ჩვენ გვჭირდება. ეს ყველამ უნდა გაიცნობიეროს, მე მგონი. და დღეს იმაზეც იყო საუბარი, რომ უნდა დაველოდოთ საზოგადოების მზაობას. აი არ ვიცი, უნდა დაველოდოთ თუ არა საზოგადოების მზაობას, იმიტომ რომ იქნებ მედიამ უნდა საზოგადოების ატყოფნაში რა იგულისხმება, რომ მას არ აქვს დღეს საკმარისი ინფორმაცია თუ კიდევ რაღაც სხვა არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და შეიძლება არ მოდიოდეს საზოგადოების მხრიდან შესაბამისი ინტერესი. მაგრამ ის რომ მან ხმა მისცა ამ კურსს და დიდმა პროცენტმა მოსახლეობის თქვენ ფიქრობთ რომ ეს არ იყო გაცნობიერებული არჩევანი? ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, ხო, ჩვენს გადაცემაშიც ევროპა საქართველოში, ჩვენ რამდენჯერმე მომიყვანია მაგალითად და ესეთი კვლევები, რომელიც ჩატარებულა ამ მიმართულებით, კი თითქოს ჩვენისა გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული სივრცის ნაწილია და მიესალმება ევროინტეგრაციის პროცესს. მაგრამ ყოველთვის როცა შემდეგ კონკრეტულ შეკითხვებს უსვამენ ხოლმე, აი თავსი ჩენს ისეთი პრობლემები, როგორზეც ირინა საუბრობდა. ხშირ შემთხვევაში მე აღმოჩნდება ხოლმე, რომ არც თუ ისე ნათელი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რას ნიშნავს ევროინტეგრაციის პროცესი. გასაგებია, ნინო, აი დაკვირვებით თქვა მსმენელთან ურთიერთობით, რასთან ასოცირდება ევროკავშირი ჩვენი მოქალაქეებისთვის, კეთილდღეობასთან, უკეთეს ცხოვრებასთან. აი ითქვა, რომ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, მაშინ რატომ ირჩევს ის ამ გზას? ხა ასე მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე არც ერთი კვლევა არ ჩამიტარებია პირადად და არ ვიცნობ ასეთ კვლევას ზუსტად რასთან ასოცირდება ევროკავშირი, მაგრამ როგორც ხვდები, უნდა ასოცირდებოდეს უხეშად რომ ვთქვათ, კარგ ცხოვრებასთან, მათ გარანტიებთან, მათ დაცულ უფლებებთან, მათ მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან და ამ ხელისუფლების ვალდებულებებთან სწორედ მოქალაქეების მიმართ და ასე შემდეგ. კეთილდღეობასთან, რა თქმა უნდა. თუმცა აი ამ პროცესში ხა ჩემ კოლეგებს უსმენდი, მაინც გამიჩნდა მე აზრი მინდა ვთქვა როგორც ჟურნალისტმა, რომ ჩვენ ვერ ვიქცევით რა თქმა უნდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებად ევროკავშირის და სხვა ევროპული სტრუქტურების და ჩემი მიზანი როგორც ჟურნალისტის ეს არც არის. კი, რა თქმა უნდა, შემიძლია ეს ვთქვა, რომ როგორც ერთი ჟურნალისტის სურვილია, რომ ოდესმე საქართველო გახდეს ევროპის სრულუფლებიანი ნაწილი, სადაც ექნება რა თქმა უნდა, ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს მთავარი, ესე ვთქვათ, ადგილი და ასევე ძალიან დიდი როლი ექნება ქართულ ფასეულობებს, რომელზეც დგას ჩვენი ცნობიერება, რაღაცნაირი სინთეზი სადაც იქნება, თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა და სწორედ ამის გამო ვარ ჩართული ამ პროექტებში, რადგან მიმაჩნია ეს კარგ საქმე საზოგადოებისთვის. თუმცა მე მაინც როდესაც ამ თემებს ვაშუქებ, არ ვაშუქებ იმისთვის, რომ ევროკავშირის პოპულარიზაცია მომახდინო ხელოვნურად ჩვენს აუდიტორიაში. მე მინდა რომ დისკურსის ფონზე, რაღაცა დისკუსიის ფონზე, თუნდაც კამათის ფონზე ჩვენ აუდიტორიამ გაიგოს ნაკლოვანებები და პოზიტივები. აი რატომ უნდა მივიდნენ ისინი ევროკავშირამდე და მე მაინც მგონია რომ ჩვენი როლი არის სწორედ მათი ინფორმირება, რომელიც საბოლოო ჯამში მათ საარჩევნო ყუთებთან მიიყვანს და საკუთარ ინფორმირება დისკუსიით და კამათით. კი ბატონო, თუმცა და ამის შემდეგ უკვე მათ რა თქმა უნდა თავისი არჩევანი უნდა გააკეთონ. ჩვენ რა თქმა უნდა დაველოდოთ საზოგადოების მეც ამ აზრის ვარ მზაობას ამისთვის და ხელისუფლება საზოგადოების ნაწილი, როცა საუბრობთ, რომ ხელისუფლება მზად არ არის ამისთვის, რა თქმა უნდა ასახავს გარკვეული ნაწილის. ვერ გეტყვით უმცირესობის თუ უმრავლესობის სეგმენტს, ეს საკამათოა ბუნებრივად მოსაზრებებს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მართლაც და გვიკლია ბევრი
ევროპამდე, ევროკავშირამდე და ამისთვის გჭირდება სერიოზული მომზადება თითოეულ მოქალაქეს. ბევრი გვიკლია ევროპამდე ნინო ხომ ეს საზრი რომ განვაგრძოთ კი ალბათ ბევრი გვიკლია, თუმცა მე როგორც მოქალაქეს წამს და მჯერა რომ რადგან ჩვენ ეს კურსი არჩეული გვაქვს გარდაუვალია სხვა გზა. მე მინდა რომ ჩემი შვილები, თქვენი შვილები იყვნენ ევროპული ოჯახის წევრები. ამ ბოლო პერიოდში მქონდა გამოცდილება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის, პოლონეთი, ლატვია, ეს ქვეყნებია, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეუერთდნენ ევროკავშირს და სწორედ არასამთავრობო სექტორიდან, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ჩვენ ვიგებდით ასეთ რამეს, რომ როდესაც დადგა დღის წესრიგში ევროკავშირში გაერთიანება, ყველა მთელი საზოგადოება იყო გაერთიანებული და როგორ გითხრათ, საარჩევნო კამპანიაზე არანაკლები ყურადღება ეთმობოდა ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიას. კი ნინო ამბობს, რომ ჩვენ ვერ ვიქცევით საინფორმაციო სამსახურებად და რა თქმა უნდა ეს მიზი პოზიცია, თუმცა ჩვენ და პარლამენტს ეს ქონდა დასახული ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს მიზნად, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია. როდესაც ადამიანები ადასტურებენ თავიანთ მზაობას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მათ გაცნობიერებული უნდა ქონდეთ რა არის ევროკავშირი. სწორედ ეს გვინდა, დიდი სურვილია ჩვენ რომ არსებობდეს ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, არსებობს ახლა ის, უბრალოდ არის პარლამენტის სტრუქტურული ერთეული და იმ დატვირთვით ვერ მუშაობს, რა დატვირთვითაც საერთოდ მსგავსი სახის ცენტრი უნდა მუშაობდეს და მგონია რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ კი ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებში ინტეგრაციისთვის ჩვენ ქვეყანას აქვს წამოწყებული ძლავრი კამპანია, ზუსტად იგივე საინფორმაციო კამპანია შეიძლება წარმოვიწყოთ თქვენი დახმარებით, ჩვენი გადაცემების დახმარებით, იმისაც რომ გავაგებინოთ ხალხს რა არის ევროკავშირი, იმიტომ რომ გზა გარდაუვალია, ევროპა არ არის შორს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში მობრძანებისთვის და ჩვენ სტუდიაში საუბრისთვის. ახლა წარმოგიდგენთ უпростоრად რეკლამის შემდეგ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და ახლა წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. 1992 წელს სპარსეთის ყურეში ომის დროს საინფორმაციო ტრანსლაცია ძირითადად CNN-ის ხელში იყო. ამის გამო ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ერთიანი საინფორმაციო არხი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ინფორმაციის ევროპული კუთხით წარმოჩენა. 1993 წელს ევროპული არხი ევრონიუსი დაარსდა. იგი პირველად ეთერში 1993 წლის 1 იანვარს გავიდა ლიონიდან. ევრონიუსი ევროპის 11 საზოგადოებრივი მაუწყებლის საფუძველზე დაარსდა. დაფუძნების დღიდან ევრონიუსი ცდილობს მაყურებელს საფუძვლიანი და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს. ევროპულმა კომისიამ ღია კონკურსისა და საბაზრო მოლაპარაკებების პროცედურის შედეგად ამოირჩია ეს არხი, რომელსაც 7 ენაზე ევროპული თანამეგობრობის წევრი და კანდიდატი და აგრეთვე მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის უნდა შეეთავაზებინა საინფორმაციო პროგრამები. დღეს ევრონიუსი ხელმისაწვდომია დაახლოებით 350 მილიონი ოჯახისთვის 155 ქვეყანაში. ხელმისაწვდომია როგორც კაბელური, ისე ციფრული მედიის მომხმარებლებისთვის. ევრონიუსის სარედაქციო ქარტიის მიხედვით ეს არის ინფორმაციის უწყვეტი ნაკადის არხი. მიზანია წარმოაჩინოს საერთაშორისო ინფორმაცია ევროპული თვალსაზრისით და ძირითად ყურადღებას ევროკავშირის როლზე ამახვილებს. ეს იყო ამ სეზონზე ევროპული არჩევანის ბოლო გადაცემა. გემშვიდობებით მომავალ სეზონამდე, გმადლობთ და ნახვამდის.